ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოება ივანიშვილს წერილს უგზავნის. თქვენი ავტორიტეტითა და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით გვიშუამდგომლეთ რეფორმის შემმუშავებელ კომისიასთან. პატივისცემით თქვენი მხარდამჭერები, ნათქვამია წერილში. უნივერსიტეტის წარმომადგენლები თესეუსთან გაერთიანების პროცესის შეჩერებას ითხოვენ და მეორე წერილს ამ საკითხზე უკვე კობახიძეს, პაპუაშვილსა და მიქანაძეს უგზავნიან. განათლება საფრთხეშია ავტონომია უნივერსიტეტს. დღევანდელი შაბათის მარშის თემატიკა ოცნების რეფორმას უკავშირდება. მსვლელობა ტრადიციულად ფილარმონიიდან პარლამენტამდე იმართება. პაპუაშვილის შემდეგ წარსულს კობახიძესაც ახსენებენ. გუშინ მანაც უარყო, რომ როდისმე არასამთავრობო სექტორში უმუშავია. დღეს კი 2010 წლის ფოტო გავრცელდა, სადაც კობახიძე სოროსის ფონდის კონფერენციაზე ჩანს. ის შეხვედრაზე ერთ-ერთი მომხსენებელი იყო. ირანში მომხდარი აფეთქებების სერიაში ისრაელი არ არის ჩართული. ამის შესახებ როიტერს ისრაელიდან ორმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა. დღეს ირანის ქალაქები აფეთქებებამ მოიცვა, დაინგრა საცხოვრებელი შენობები. ბანდარ-აბასში დაშავდა 14 და დაიღუპა 1 ადამიანი. ახვასში კი 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს.